ესე იგი, რადგანაც ქრისტეშობის საკითხებზე დავიწყეთ ჩვენ საუბარი, წინა შეხვედრაზე ვინც იყავით, ხო გემახსოვრებათ ეს ამბავი. რომ წავიკითხეთ გენეოლოგია, რომელიც არის მათეს სახარებისა, გენეოლოგია არის სულ ორ სახარებაში, ეს უნდა იცოდეთ. მათეს პირველ თავში არის და ლუკას მესამე თავში უნდა იყოს, თუ მე არ მეშლება. ოღონდ იქ გენეოლოგია არის მათესთან მოთხრობილი აბრაამიდან იწყება და მოდის იესომდე და ლუკასთან არის პირიქით, რომ იესოდან იწყება და ადის ადამამდე. მამამთავარ ადამამდე. დასხედით. კარგით, თქვენ თუ გახსოვთ, ჩვენ გავჩერდით ასეთ მუხლზე. ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე იყო, მისი დედა მარიამი დანიშნული იყო იოსებზე და ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, დაორსულებული აღმოჩნდა სულიწმინდის მიერ. ასეთი სიტყვები წერია. ეხლა ეს როგორ აღმოჩნდა და რა აღმოჩნდა, ეს უნდა გადავშალოთ და ლუკასთან გავაგრძელოთ კითხვა, იმიტომ რომ ესენი ერთმანეთს ავსებენ, უნდა იცოდეთ. მახარებლები ერთმანეთს ავსებენ, ერთმა რაღაცა გამოტოვებული ამბავი შეიძლება მეორეგან ვიპოვოთ. ლუკასთან ეს უფრო სრულყოფილად არის დაწერილი. ეს გახლავთ ლუკა მახარებლის პირველი თავის 26-ე მუხლი, რომელიც ასეთ რამეს წერს. მე-6 თვეს შემობრძანდით და ბარემ მერე დავიწყებ რა. სხვაგან ვერ ჯდება თენა. იცი რა, თამარ, შეგიძლია აქედან და ისკამი მიატრიალე და ესე მაგიდასთან თუ გინდა. არა, მართლა გეუბნები, არავით არის პრობლემა, ესე მიატრიალე და მაგიდაზე იდგება ისიც, რა ქვია. მაქვს ისა ირინე, დიდი მადლობა. კარგია, ჰა. ეგ ადგილი შენია, ნათია, როგორ ჩანს ჯერჯერობით. ხაბა როგორ ახართ? გავაგრძელოთ? სხვათა შორის მარკოს თქვენ საყურადღებოდ მინდოდა მეთქვა ასეთი რამ, რომ რადგანაც თქვენ მკითხეთ ისეთი ადგილის შესახებ, რომლებიც ცოტა ძნელად გასაგები ადგილებისთვის, ცალკე იქნებ შეხვედრა გავაკეთოთ. რატომ? იცით რომ რადგანაც ქრისტეს შობაზე გვაქვს დაწყებული საუბარი, რომ არ ავირიოთ და ყველაფერს ერთად არ მოვედოთ. და გავაკეთოთ რაღაცნაირად მიყოლებით რო იყოს, რომ ეხლა ვსაუბრობთ ქრისტეს შობაზე და ამოვწუროთ ეს თემა, მერე შეგვიძლია თანმიმდევრობით გავაგრძელოთ, შეგვიძლია უშუალოდ განვიხილოთ რთულად გასაგები ადგილები ძველ თუ ახალ აღთქმაში. ესე მირჩევნია. თუმცა კი რაღაცა პირადულად მაინც ალბათ გიპასუხებთ ამას, იმიტომ რომ იმითი, რა ქვია, საერთო იმაში რომ არეულობა არ შემოვიტანოთ, ხო? კარგით, მაშინ მე დაწვრილებით განვიხილოთ აი ესეთი რთულად გასაგები ადგილი, როგორც არის თუნდაც ის რაც თქვენ ბრძანეთ ამ მნეს შესახებ და კიდე აი ძველ აღთქმაში ახლა ძალიან ბევრი ადგილია, რომელზედაც შეიძლება ვერაფრით ვერ გებულობდე ადამიანი რატომ ახლა. ელისე წინასწარმეტყველს დასცინეს ბავშვებმა, გამოვარდა დათვები და დაგლიჯეს ეს ბავშვები ახლა და ახლა თანამედროვე სამყაროს ეს არ ესმის მაგალითად, ხო, რომ რატო და როგორ დაგლიჯეს და როგორ ახლა ღმერთი ასეთია? კითხვას ვავენ რა, რომ ელისეს ახან ქაჩალი იყო ელისე, ესე იგი თვები ქონდა გაცვენილი და ახან ქაჩალს დასცინესო, ესე იგი ღმერთი ასეთია, რომ 40 ბავშვი დაგლიჯა იმან, რა ქვია, დათმა.
ხო, ცოტა ბევრი ასეთი ადგილი შეიძლება შეგხვდეს, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარიყოს. დიახ. კარგით, მე ვუბრუნდები ისევ რადგანაც დაგვიანებით შემოვიდნენ ადამიანები, ვუბრუნდები. ჩვენ რაც გავიხილეთ წინა შეხვედრაზე, ეს იყო ქრისტეს გენეალოგია და ვნახეთ, რომ იოსებმა, ესე იგი, ნახა სანამ შეირთავდა, რომ ის მიდგომილია, ანუ ორსულად არის. და ვიწყებთ ამ საკითხის განხილვას. ეხლა ამიტომ მათე მახარებლისგან გადავშალეთ ლუკა მახარებლის სახარებაზე და ვკითხულობთ, რა წერს ამის შესახებ ლუკა. მე-6 თვეს კი წარმოგზავნილი იქნა ღვთისაგან გაბრიელი ანგელოზი გალილეის ქალაქში. რომელ მე-6 თვეზე არის ლაპარაკი? ლუკას სახარება იწყება იოანე ნათლისმცემლის შობის შესახებ ინფორმაციით, როდესაც მამამისი ზაქარია გაბრიელისგან ეხარება, რომ შენ და ელისაბედს გეყოლებათ შვილი, ამის შემდგომ 6 თვეა გასული, ამიტომ ეს დასაწყისი რო არ გაგიკვირდეთ, ეხლა იმიტომ ვამბობ. მე-6 თვეს წარმოგზავნილი იქნა, როდესაც ვლაპარაკობთ. მე-6 თვეს, ანუ 6 თვეა გასული იმ ხარებიდან, როდესაც ზაქარიას ეხარა და იოანე ნათლისმცემელი ჩაისახა, იმ ხარებიდან ამ ხარებამდე ზუსტად 6 თვეა გავლილი. სხვათა შორის ჩვენ საეკლესიო ლიტურგიკულ წესადაც ასე გვაქვს დადებული. როდის არის ქრისტეს შობა? 7 იანვარს და იოანე ნათლისმცემლის შობა 7 ივლისს. 6 თვეა ზუსტად სხვაობა. ამიტომ ლიტურგიკულადაც ზუსტად ასე გვაქვს დაწყობილი ეს საკითხი. კარგით, მე-6 თვეს კი წარმოგზავნილი იქნა ღვთისაგან გაბრიელ ანგელოზი გალილეის ქალაქში, რომლის სახელია ნაზარეთი, ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, სახელად იოსებზე, დავითის სახლიდან და ქალწულს ერქვა სახელად მარიამი. აქაც დავითის სახლიდან რო არის ყურადღება არის გამახვილებული და ამაზე ჩვენ წინა შეხვედრაზე ბევრი ვილაპარაკეთ, რომ რატო ახსენებენ ასე ხშირად დავითს და ამას აღარ გავიმეორებ. მაგრამ ის რომ აქაც იოსებზეა ლაპარაკი, რომ დავითისგან იყო, ესეც არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ იოსები მართალი კაცი როა, აქედან გამომდინარეა დასკვნა, რომ იოსები არ მოიყვანდა სხვა ტომისგან ცოლს, შესაბამისად დავითის შთამომავალშია იოსების და დავითის შთამომავალშია შესაბამისად მარიამიც. ერქვა სახელად მარიამი და შევიდა მასთან ანგელოზი და უთხრა: "გიხაროდეს, მიმადლებულო, უფალი შენთანაა." ეს არის ხარება, ანუ გამოცხადება გაბრიელისა, რომელიც რომ უფალი შენთანაა, რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი უფრო სამახარებლო შე როგორ თქვა ეს სიტყვა არ ვიცი, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც გარკვეულ 8 წელს გადაწყვეტს. ანუ გადაწყვიტა რომ თქვა ბერად აღიკვეცოს, გადაწყვიტა რომ თქვა ოჯახი შექმნას თუ რა მნიშვნელობა აქვს და უცბად დასტური რომ მიიღოს ამისა რომ უფალი შენთანაა, ეუბნები, ანუ ამ გადაწყვეტილებაში შე რა გადაწყვეტილებას მიიღე უფალი შენთანაა. მარიამი, რომელსაც ქალწულებრივი აღთქმა აქვს დადებული, ამავდროულად ის რომ იოსებს უნდა შეერთონ, აი ამ გადაწყვეტილებაში შეიძლება ადამიანი ორჭოფობდეს კიდეც, რომ რაღაცნაირად მაინც პირველი თავია ლუკა მახარებლის 26 მუხლიდან დავიწყეთ კითხვა. უფალი შენთანაა გახლავთ დადასტურება იმისა, რომ არ უნდა ეშინოდეს მას იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც იქნა მიღებული. იგი შეშფოთდა ამ სიტყვებზე და ჩაფიქრდა, ღვთისმშობელზეა ლაპარაკი, შეშფოთდა და ჩაფიქრდა, რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვა. იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ რაღაცნაირად ასეთი პრობლემის წინაშე დგას. ერთია ქალწულებრივი აღთქმა და მეორეა გათხოვება მისი, რომლის ვალდებულებაშიც არის შვილის მიხედვით, რომ ქალს ქმარი უნდა ყავდეს და ამ რაღაცა ორჭოფობაში და ამ ორაზროვნებაში ჩაფიქრდა, რომ რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვა. და უთხრა მას ანგელოზმა: "ნუ გეშინია მარიამ, რადგან მადლი გაქვს ნაპოვნი ღმერთთან, აჰა საშოში ჩაგესახება და შობ ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს. დიდი იქნება იგი, უზენაესის ძეს უწოდებენ და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის დავითის ტახტს და საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული." ნუ რომ ღმერთი უნდა დაიბადოს ამის შესახებ არ ლაპარაკი, იმიტომ რომ რომელ მეფობას არ აქვს დასასრული, რომელიმე მეფე გინახავთ, რომ დასასრული არ ქონოდეთ მის მეფობას. რა თქმა უნდა, ქრისტეს შესახებ არის ლაპარაკი, მის ღმერთკაცობრივ
გამოცხადებაზეა ლაპარაკი, რომ დაიბადება, ანუ აღთქმული მესია იბადება, ამის შესახებ არის, მაგრამ ნახეთ მარიამი სვავს ასეთ კითხვას. უთხრა მარიამმა ანგელოს, როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი? ამათ იმით კი არ კითხულობს, რომ აქამდე რო არ ვიცი. და აწივ თქვათ. არა, აღთქმა რომ აქვს დადებული, ამ აღთქმისა ეშინია მარიამს. ამიტომაც ის ჩაფიქრება, რომლის გამოც შეეშინდა, რომლის გამოც ამშვიდებს ანგელოზი, რომ ნუ გეშინია მარიამ, ახლა ამ კითხვას უკვე ხმამაღლასვავს. ეს ყველაფერი გავიგე, რაც თქვით, რომ ხსნელი და მესია უნდა დაიბადოს, მაგრამ როგორ იქნება ეს ამბავი, მე მამაკაცი არ ვიცი, ნიშნავს იმას, რომ არც წარსულში ვიცი და მომავალში აღთქმა მაქვს დადებული ქალწულებისა. მიუგო ანგელოზმა და უთხრა, სული წმინდა გადმოვა შენზე და მაღლის ძალა მოგიჩრდილავს შენ. ამიტომ ბავშვს, რომელიც დაიბადება, წმინდა და ღმერთის ძე დაერქმევა. ანუ ეს არის ისეთი საიდუმლოებითი საკითხი, რომლის შესახებაც ჩვენი ადამიანური გონება ვერ წვდება ამას ყველაფერს, თუ როგორ მოხდა ის, რომ ღმერთმა, ესე იგი, შეამზადა ეს წმინდა ჭურჭელი, მოკლედ ესე ვთქვათ და მოგერიდოს კიდე შეიძლება რაღაცა ჭურჭლად, მაგრამ ჭურჭელი ვარ თითოეული ჩვენგანი სული წმინდისა და ყოველი ადამიანი ჭურჭლად იწოდება. მაგრამ შეამზადა ისეთი ჭურჭელი, რომლისგანაც შეიძლებოდა ძე განხორციელებულიყო და ეს არ იყო, თქვათ, ეს განხორციელება რაღაცა თესლოვანებითი ჩასახვას აქ ადგილი არ ქონია, არამედ სული წმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან შეიძერწა მისი ხორციელებრივი, კაცობრივი სხეული, მაგრამ ის იყო ძე ღვთისა მეორე ჰიპოსტასი და განკაცება მისი ასე მოხდა. ის გახლავთ დოგმატი, რომლის შესახებაც ამის მეც ვერაფერს ვერ ვამბობთ. როგორ, რა სახით, რანაირად ადამიანის გონება ვერც დაიტევს ამას და არც არის გაცხადებული, მინდა გითხრათ, შობამდე, შობის დროს, შობის შემდგომ ქალწულებაში როგორ რჩება. ეს არის საკითხი, რომელზედაც ვამბობთ, რომ გჯერა და გვწამს ასეა, მაგრამ ამ საკითხებს ჩვენ არ განვიხილავთ, არ უღრმავდებით და დეტალიზაციას არ ვახდენთ, იმიტომ რომ გაუგებარია ჩვენთვის ეს საკითხი, არის რაღაცა დაფარული, რომელიც თავის დროზე შეიძლება გაცხადდეს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ჩვენთვის მოცემული არ არის. აჰა შენს ნათესავს დასტურად იმისა, რომ მარიამს რაღაცნაირად ეს ჩვენება კიდევ უფრო განმკიცდეს ამ ჩვენებაში, ეუბნება, აჰა შენს ნათესავს ელისაბედსაც სიბერეში ჩაესახა ძე და მეექვსე თვეშია უკვე. ელისაბედი გახლავთ მარიამის ნათესავი, მაგრამ აქაც უნდა ვიკითხოთ როგორ. მართლა საკითხავია ეს. წეგან რატო იცით, წეგან ვახსენეთ. იოსები თუ კი მართალი კაცი იყო, ზუსტად ვიცით რომ ცოლად მოიყვანდა თავისივე ტომიდან, ანუ დავითივე ტომიდან იქნებოდა მისი ცოლიც, მაგრამ ელისაბედი მაშინ მათი ნათესავი როგორ არის? იმიტომ რომ ისინი დავითის ტომიდან არ არიან და ისინიც მართლები არიან, ზაქარიას და ელისაბედს ქვია მართლები. ის ლევის ტომიდან იყო. ლევის ტომიდან იყო. აარონის შთამომავლები იყვნენ უშუალოდ. სამღვდელო ტომია და მარიამის ნათესავები როგორ არიან? ამისთვის უნდა გადავშალოთ ჩვენ გამოსვლათა წიგნის მეექვსე თავი. მე მგონი მეექვსეშია, თუ არ მღალატობს ხოლმე ისინი, რა ქვია, ჩემი მეხსიერება ასე არის. მეექვსე თავის 23 მუხლი წავიკითხოთ. მოიყვანა აარონმა ცოლად ელიშაბეყი, ასული ამინადაბისა, ნაასონის და. ნაასონი წინა იმაში რო ჩამოვთვალეთ, გახსოვს ვის თავმავლობაში იყო? დავითის თავმავლობაში იყო. ანუ აარონმა მოიყვანა ნაასონის და. და ისინი აქედან ენათესავებოდნენ ერთმანეთს. აარონს ჰქონდა მოკლედ ესეთი რამ, რომ დავითის ტომიდან მოიყვანა ცოლი. აი ეს არის გაცხადებული მოკლედ გამოსვლათა წიგნში. იცით რა გამონაკლისებს უშვებდნენ, მაგრამ ზოგადად არ იყო რეკომენდირებული. ანუ ცნობით არ იცნობდნენ, უბრალოდ იყო. არა, ნათესაობდნენ ერთმანეთში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ტომი არიან, იციან რომ თქვათ ამის ტომიდან იმის ოღონდ როგორ წინაპრებზეა იცი ლაპარაკი, იმის მერე მრავალი თაობაა გასული, მაგრამ ესენი მაინც ნათესაობენ. აქ კვლავ შეგახსენებთ, სად არის ნაასონი ნახსენები რა. უყურეთ
იუდამშვა ფარეზ და ზარა თამარისაგან ფარეზ ვაშვა ესრომი ესრომაშვა არამი არამაშვა ამინადაბი ამინადაბშვა ნაასონი აი ეს ის ნაასონია რომლის დაც მოიყვანა ცოლად აარონმა შესაბამისად აარონის შთამომავლობა და დავითის შთამომავლობა დანათესავდა ამიტომ მარიამს რო ეუბნება შენი ნათესავი ელისაბედიო აარონი და ელისაბედი რა თქმა უნდა ერთი შტოს შთამომავლები არიან მაგრამ ნათესავები არიან ამავდროულად იმ ძალიან შორეული წინაპრისგან რომლითაც ისინი შეერთდნენ როდესაც აარონმა შეერთო ნაასონის და ეს გადახვევა იმიტომ გავაკეთეთ რომ შეიძლება კითხვა დაისვას რომ თუკი დავითზე მართალი კაცი წერია და ისა იოსებზე რომ თავისი დავითისგან მოიყვანა ცოლი მაშინ იქ რატო არის ესეთი საიდან იყო ის მამისი ნათესავი აქედან არის შეუძლებელი ისა შესაძლებელი ამის გაგება ელისაბედს იბერე ჩაესახა და მე-6 თვეშია უკვე რადგან ღმრთისათვის არაფერია შეუძლებელი თქვა მარიამმა აჰა უფლის მხევალი ვარ მე ყოს მე შენი სიტყვისავებ ეს გახლავთ მარიამის მზაობა რასაც იტყვის უფალ მისი გამორჩევა სხვათა შორის ხომ არ არის ეს შემთხვევითი რომ ეხლა წმინდა ქალწულები რა სხვები არ შეიძლება ყოფილიყვნენ მაგრამ თვითონ მისი სიმდაბლის შესახებ განსაკუთრებული გარდამოცემები არსებობს რომ ახლა ყველა ებრაელმა იცოდა ბუნებრივია რომ მესია და მხსნელი უნდა მოსულიყო იმიტომ რომ ისინი ამ სარწმუნოებით იკვებებოდნენ და ასე იზრდებოდნენ და საწინასწარმეტყველო წიგნებსაც რო კითხულობდნენ ამისთვის კითხულობდნენ რომ მესიას მხსნელს ელოდებოდნენ ბუნებრივია მაგრამ ყველას ის ქალები რომლებიც ამბობენ რომ უნდა გათხოვდეს აუცილებლად და შვილი უნდა ყავდეს აუცილებლად ყველა პოტენციური დედაა მესიისა და ამბობს რომ შეიძლება რომ ეს აქედან შეიძლება ეს ასე მოხდეს შეიძლება აქედან იყოს მაგრამ მარიამი არის რომელიც თავის გულში ფიქრობს ასეთ რამეს ის დადებს ქალწულებრივ აღთქმას რითიც ესე იგი პოტენციურადაც კი თავის თავში მოკლავს იმის შესაძლებლობას რომ მე შეიძლება გავხდე დედა როდესაც ის აღთქმაზებს ხო ამას ფიქრობს პირდაპირ რომ მე დედა არ გავხდები იმიტომ რომ მე ქალწულების აღთქმას ვდებ მაგრამ ამ აღთქმასთან ერთად ამ აღთქმის მთავარ მიზნად რას დაისახავს იცი რომ იქნებ მოვესწრო რომ იმისი მსახური გავხდე ვინც იქნება დედა მესიისა ამიტომაც კი როგორ არ შეიძლება კი როგორ არა იყო ასეთი ნაზორეველთა კანონი რომელიც განხილულია ლევიტელთა წიგნში ამ ნაზორეველობის მიხედვით ადამიანები აღთქმებს დებდნენ ქალწულობის შესახებ ეს აღთქმები იყო დროებითი და ეს აღთქმები იყო სამუდამო ქალების მხრიდანაც იყო რა თქმა უნდა უბრალოდ ჩვენ წინა შეხვედრაზე ვილაპარაკეთ რომ ქალების მხრიდან როდესაც აღთქმა იდებოდა მამისეულ სახლში შეეძლო მამას გაეუქმებინა ბიბლიაში არ არის მოთხრობილი, მაგრამ გარდამოცემით ვიცით ჩვენ ამის შესახებ. მათ შორის ანას შესახებ არის ეს ამ აღთქმაზე ლაპარაკი, რომელიც იოსებ სვიმეონ ღვთისმირქმელთან ერთად წინასწარმეტყველია და ტაძარში ელოდება მაცხოვარს. კი. დიახ, თუმცა კი თავის ქმართან თანაცხოვრება ჰქონდა ქალწულებაში. ქმართან არ ცხოვრობდა როგორც ცოლ-ქმარი. ასე წერია. მრავალი წელი ესე ცხოვრობდნენ. ასეთია გარდამოცემა, კი. მეტი შემთხვევა ამ წუთში მე არ მახსენდება მართალი გითხრა, მაგრამ შეიძლება იყოს. თუმცა კი ბიბლიაში შეიძლება ნაკლებად, ალბათ უფრო გარდამოცემებში. და აჰა მე მხევალი ვარ უფლისა, როდესაც ამბობს ამ სიტყვებს, ანუ მისი ეს დამოკიდებულება, გახლავთ, ნახეთ საოცარი ეს დამოკიდებულება, რომ ყველა ქალი, რომელიც პოტენციურად დედა იყო და ამიტომ უნდა გათხოვილიყო და ამიტომ შვილი უნდა გაეჩინა, რაქელი რო ეუნება იაკობს, რომ შვილი მომეცი თუ არა კვდები, პირდაპირ ასე ითვლებოდა, რომ ვისაც შვილი არ ყავდა, მკვდარი იყო, იმიტომ რომ ვისაც მომხსენებელი არ რჩებოდა, ის მკვდრად ითვლებოდა. შესაბამისად, ყველა ქალი ასეთი მიმართულებით არის და მარიამი ქალწულებრივ აღთქმასდებს წარმოიდგინეთ როგორია მისი თავმდაბლობის ესეთი გამოხატულება, რომელიც ფიქრობს რომ ნეტა აღმოჩნდეს იმ ქალის მსახური, რომელიც ესე იგი მესიას შობს ამ ქვეყნად და მერე მისი პასუხი, როდესაც ეს ხარება არის, რომ აჰა მხევალი უფლისა. დიახ. ანუ ეს იგი უნდა იშვას ის არის მე ქალწულით უნდა შევწყვეტო. იცი რა ისაია წინასწარმეტყველს აქვს ასეთი
ასეთი წინასწარმეტყველება, თუმცა კი იქ სადაო საკითხია. ისაიას მე-7 თავის მე-14 მუხლში ნახე როგორი რამ წერია. მე-7 თავის ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს. აჰა ხალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებენ მას სახელად ემანუელს. მე-7 თავის მე-14 მუხლი არის ეს. თუმცა კი აქ ებრაულ ენაში გამოყენებულია სიტყვა ალმა. რაც არ ნიშნავს პირდაპირ მნიშვნელობით ბიოლოგიურ ხალწულებას. ანუ ბიოლოგიურ ხალწულებას გულისხმობს სიტყვა ებრაულში, რომელიც არის ბეთულა. აი მაგალითად, საიდან ვიცით ჩვენ ეს სიტყვები, როდესაც დაინახავს ისააკისთვის არის ცოლის დასანიშნად წასული დამასკოელი ელიაზარი, რომ უნდა დანიშნოს. გოგო და წერია, რომ ახედავს რებეკას, რომელიც მოდის მწყემსობდა ფარას მწყემსავდა და მოდის და აჰა ხალწული, რომელიც მამაკაცთან არ წოლილა. ანუ ბიოლოგიურ ხალწულებაზეა საუბარი, პირდაპირ მინიშნებაა და სიტყვა გამოყენებულია ბეთულა. მაგრამ ამ შემთხვევაში გამოყენებულია ალმა. თუმცა კი ეს ალმა არ ნიშნავს ბიოლოგიურს, მაგრამ მაინც ხალწულს ნიშნავს. იმიტომ რომ ჩვენი გაგებითაც ხალწულება არ არის მხოლოდ ბიოლოგიური მდგომარეობა. ბიოლოგიურ მდგომარეობაზე არ ლაპარაკობს მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ რომ ბიოლოგიური მდგომარეობით შეიძლება ხალწული იყოს, მაგრამ ყოვლად გარყვნილი ადამიანი იყოს. და პირიქით, შეიძლება 12 შვილის დედა იყოს, ქალი კაცო და ხალწული დაარქვა მას იმ თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რომ უპატიოსნესი ცოლია და უპატიოსნესი დედაა და უწესიერესი ოჯახის შვილია. აქედან გამომდინარე, ეს ალმა თითქოს სადაო გახდა, რომ აქო გათხოვილ ქალზეა ლაპარაკი და არ არის ხალწულზე ლაპარაკიო. მაგრამ ამას ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებმაც წაიკითხეს ეს მუხლი შუიდან, სადაც წერია აჰა ხალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებს სახელად ემანუელ. მაგრამ ეს მუხლი როგორ იწყება, იცით? ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს. ნიშანი რა არის? სასწაულს, ასე წერია ძველ აღთქმაში. ზნამენი რუსულში ესე წერია. ანუ უფალი მოგცემთ სასწაულს, რომ ქალი ეხლა გეკითხები, თუ გათხოვდა ქალი და შვილიშვა, ამაში სასწაული არის რამე? ჩვენ ამას სასწაულად მივიჩნევთ? მართალი იოსებიც რო თავნიდა ბერძნულად. მაშინაც ხო მაგის გამო მოხდა ეს ამბავი, რომ ქალი დაწერა და სიმეონი. ეს ასეთი გარდამოცემა არსებობს, დიახ, ასეთი გარდამოცემა არსებობს, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოდა ამ გარდამოცემის შესახებ საერთოდ რომ არაფერი არ გვსმენოდეს, მარტივ კითხვას ვსვავ. ამიტომ უფალი მოგცემთ სასწაულს და მე წერია ამ სასწაულის შესახებ, რომ კი აქ ხალწულათაა ნათარგმნი, იმიტომ რომ ბერძნულ ენაში ჩვენ ხალწული გვაქვს და ბერძნულიდან არის გადმოთარგმნილი, მაგრამ სადაც თქვათ ებრაულიდან ალმას გადმოთარგმნი პირდაპირ და თუ კი დაწერ ქალს, თუნდაც რომ ქალი დაწერო, მაინც იქ ის მუხლი არ გაიშიფრება სხვანაირად თუ არა ის რომ უფალი მოგცემთ სასწაული და სასწაული რა არის, რომ გათხოვდა ქალი და შვილიშვა, ამაში სასწაული არაფერი არ არის. სასწაული გახლავთ ის, რომ ხალწულისაგან იშვება. ამიტომაც ეს მუხლი ასე გაიგება. ყველა შემთხვევაში ასე გაიგება, რომ ხალწულისაგან იშვება. 7:14 შეგიძლიათ გადაამოწმოთ სხვადასხვა ენებზე. სად ვიყავი? თინა, ხო ხარ კარგად? გადაცდა. წყალი ხო არ გინდა? ირინე, ჩაი თუ არ კიდე დამისხირა. იმხელა ის ავადუღეთ და კი უნდა იყოს ეს. კარგით, ეხლა დავასრულებ ამ საკითხს ასე რომ აჰა უფლის მხევალი ვარ მე, მეყოს მე შენი სიტყვისა. იცოდეთ რომ აი ამ სულ რომ სხვა მეტი არაფერი არ ვიცოდეთ მისი მოღვაწეობის შესახებ, უნდა ამ სიტყვების გამო ჩვენთვის განსადიდებელი იყოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, იმიტომ რომ ღმერთი ნახეთ ელოდება მის თანხმობას. ღმერთი არ ძალადობს, როდესაც იტყვი ის რატო არ ხდება ესე და ის ადამიანი ბოროტება სათო ჩადის და ის ადამიანი რაღაცა ამდენ სიკეთეში. ეს არის ღმერთის მოწყალება შენს მიმართ, რომ არავითარ შემთხვევაში შენზე არ ძალადობს. ღმერთმასგან ან ანგელოზისგან მისი პირით თქვა შეიძლება შენ შემოთავაზება მიიღო
მაგრამ ის რომ აუცილებლად ესე უნდა გააკეთო, ასეთი რამ არ ხდება. არ ხდება ჩემო ძვირფასებო. ღმერთი ელოდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თანხმობას. ნახეთ, ანგელოზი გაჩუმებულია, სათქმელი უთხრა, იმიტომ რომ მას კითხვა გაუჩნდა, ჩემს ქალწულებრივ აღთქმას რა ეშველება. მან უთხრა, რომ შენი ქალწულებრივი აღთქმა რჩება, ქალწულებრივი აღთქმად, არაფერი ამაში არ ირღვევა, ამის შემდგომ რა ხდება? ეხლა ეს შეიძლება წიგნში არ იკითხებოდეს, რომ იქ პაუზაა. ეს ხო რაღაცა თეატრის ის არ არის სცენარი, სადაც პაუზა, უნდა პაუზა რომ უნდა გაკეთდეს. პაუზაა იქ. სიჩუმეა. რაღაცაა ეს სხვა გარინდება. ამ გარინდებაში ღმერთი ელოდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პასუხს. თუ კი არ იქნება მისგან ეს პასუხი, ის ეს ამბავი არ მოხდება. და პასუხს ღებულობს. აჰა მხევალი უფლისა. მეყოსმე სიტყვისაებ შენისა. ანუ როგორც უფალი იტყვის, ისე უნდა იყოს ყველაფერი. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საცოდნელი საკითხავია, მინდა გითხრათ, რომ ღმერთი ჩვენს ნებას ითვალისწინებს და ღმერთს აინტერესებს ჩვენი ნება და დამოკიდებულება. ეს არ არის მისთვის სულ ერთი და ეს არ არის ისე, რომ ჩვენ წარმოდგენაში ხშირად ასე ვგონია, რომ თითქოს რობოტები მართავს მაგალითად ღმერთი წმინდანებს, რომლებიც ამ წმინდა საქციელებს ჩადიან. არ დაიჯეროთ ესე არ არის. მათ გამოხატეს ამისი ნება და ღმერთი შეიძლება ეხმარება იმაში, რომ სასწაულები მათი ხელიდან ხდებოდეს, მაგრამ პირველ რიგში მათ გამოხატეს ნება და არა ის, რომ ღმერთმა დააძალა, რომ გინდა თუ რა ახლა შენი ხელიდან სასწაული უნდა აღესრულოს. პირიქით, გაურბიან ამას წმინდანები. მაგრამ იმ ნებას ყოველთვის გამოხატავენ, რომ ღმერთის ნება იყოს, ღმერთის ნების გამტარნი იყვნენ თითოეული მათგანი. კარგით, აი ასე აღმოჩნდა მოკლედ, რაც წავიკითხეთ იოსებზე, რომ ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, ანუ დანიშნულები არიან, თუმცა კი დანიშნულები რომ ერთ სახლში იწყებენ ცხოვრებას, ამისი მაგალითები ჩვენ ბიბლიაში ბევრი გვაქვს. როგორც კი ინიშნებოდნენ, ერთ სახლში იწყებდნენ ცხოვრებას. მაგრამ არ ნიშნავდა, რომ ეს ცოლ-ქმარი იყო, მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, ლოთი აბრაამის ძმისშვილები, გოგოები არიან, რომლებიც დანიშნულები არიან, მაგრამ სიძეები მათთან ერთად ცხოვრობენ. ანუ სიძეებთან ერთად ცხოვრობენ, იმიტომ რომ ლოთი რო გამოდის სოდომიდან და გომორიდან რომ უნდა გამოვიდეს, თავის სიძეებსაც თავაზობს. რომ უნდა გავიდეთ ამ ქალაქიდან, თორე დაიწვება აქაურობაო და ისინი საცინრად აიგდებენ, რომ რას ბოდაო ყველაზე ძლიერი და ყველაზე მდიდარი ქალაქები იყო და ყველაზე მაგარი ქარა აქო რა. როგორ ჩამოვარდება ბეწვიო ჩვენს გარეშეო და ჩვენ ყველაფერს განვაგებთო უთხრეს. ამან უთხრა რომ დაიწვება ქალაქი უნდა გავიდე. არ დაუჯერეს და ისინი დარჩნენ იმ ქალაქში და ლოთი დარჩა სიძეების გარეშე. აი მოდით აი წეგან რაც ვთქვით ჩვენ რომ ეხლა ყველაფერს ერთად ნუ მოვედებით, თორე ძალიან გაგვექცევა აზრები. ბიბლიაში ძნელად ასახსნელი საკითხები განვიხილოთ ცალკე. ჩამოვწეროთ ესენი და განვიხილოთ ყველანი ცალ-ცალკე, აი რაღაცა ვკითხა მნეს შესახებ, თქვენ აი ლოთის ქალიშვილებზე მეკითხებით, იქ რაღაცა ელისე და დათვი ვახსენეთ ბავშვები და კიდე ასეთი გაგვახსენდეს შეიძლება მრავალი. აი როდის სამისტრო მალე რო ეწევა. დიახ. დასაბახებლად რომ მოვლენ ისინი. დიახ. სამი ქალიშვილი მყავს და უცოდნელი. ორი ყავდა. ორი ქალიშვილი მყავს და წაიყვანებდა და ხელუხლებელები არიან. დიახ. ამ დროს სიძეები უკვე ცხოვრობდნენ მათე. ამიტომ ეს ტრადიცია არსებობდა, ამიტომ როდესაც წერთ რომ სანამ ისინი შეუღლდებოდნენ იქამდე აღმოჩნდა რომ ის ორსულად არის და იოსები ამას ხედავს, ჩვენ წავიკითხეთ როგორ და რანაირად, ანუ ღვთისმშობელს ეხარა, მაგრამ ღვთისმშობელს ეს შეინახა თავისთვის, არ მოუყოლია რაღაცა საჯაროდ ეს ამბავი და მით უმეტეს იოსებისთვის არ უთქვამს ეს ამბავი, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ღმერთს მიანდო ეს საკითხი, თუ საცოდნელია, სჯობს რომ იოსებმა ღმერთისგან გაიგოს და არა ჩემგან. ამიტომაც აი რამ მნიშვნელოვანია აი ღვთისმშობელი მიუხედავად იმისა რომ ასაკით ესეთი პატარა როგორი გონიერება და როგორი სიბრძნე ახლავს თავს თითოეულთან მის თითოეულ საქციას. ჩვენ ეხა მე მაგალითად პირზე არაფერი არ ყველაფერს ვლაპარაკობ კაცო. რაღაცა მოხდა, არ მოხდა, უნდა მოხდეს, არ უნდა მოხდეს, ყველაფერს ვლაპარაკობ და აი ღვთისმშობლის ამ საქციას უნდა მიბაძოთ რომ არის რაღაცა დრო, რაც არ არის სათქმელი, არ უნდა ითქვას. და თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ და ეს პირიქით ძალიან წაგადგებათ ცხოვრებაში. ხოლო იოსებმა მისმა ქმარმა მართალმა კაცმა
არის სურვა მისი გამხელა და განიზრახა მისი ფარულად გაშვება. ახლა ჩვენ აქ პარადოქსი გვაქვს. და რატომ? იოსები თუ მართალი კაცია, იცით რა უნდა ქნას მართალმა კაცმა? შულის კანონის თანახმად, მის ოჯახში მცხოვრები ქალი, რომელიც ორსულად აღმოჩნდა, უნდა გამოიყვანოს ქალაქის კარიბჭესთან და უნდა ჩაქოლოს ქვით. და სად არის იოსების სიმართლე? რატო არ აკეთებს ამას? დიახ. ჯულზე წინ მან დააყენა ადამიანის შეცოდება, შეეცოდა. მან ხო არ იცის ჯერ რა ხდება. მაგრამ ნახა რომ ახალგაზრდა ყმაწვილი ქალია. ვინ იცის იფიქრა კიდეც რომ იქნება შეცდა და ამიტომ ეხა გამოვიყვანო და ესე იგი თქვით ჩავაკოლინო. ოღონდ რას აკეთებს ნახეთ? განიზრახა ფარულად განტევება მისი. ეხა ეს ძველ ქართულში ესე წერია და აქაც წერია. განიზრახა რომ ფარულად გაეშვა. რას გულისხმობს იოსების სიმართლე? იოსები ფიქრობს ასეთ რამეს რომ რადგანაც მოკლედ ასეთი რამ მოხდა და შეეშალა ამ ქალს, ჩემს სახლში ვეღარ დავტოვებ, იმიტომ რომ ეს ქალი უწმინდური ქალია. მაგრამ ვერც იმას ვერ ვკადრულობ, რომ თქვათ გამოვიყვანო და ჩავქოლო, იმიტომ რომ ეცოდება ადამიანურად. ამიტომ ეს ადამიანური შეცოდება მან წინ დააყენა, სასამართლოზე არ წარადგინა მისი საქმე, მაგრამ გადაწყვიტა რომ მის სახლშიც ვერ დარჩებოდა, იმიტომ რომ მის სახლში უწმინდურებას არ უნდა ქონოდა არანაირი კავშირი. და როდესაც ამას განიზრახავდა, აი ნახეთ, როდესაც ამ ფიქრებშია იოსები, მაშინ ეძლევა მას გამოცხადება. რატო 6 თვით ადრე მარიამთან ერთად? იმიტომ რომ შეიძლებოდა რაღაცა ვერ მიიღო, ვერ დაეჯერებინა ეს იოსებს. ძალიან ძნელი იქნებოდა მისთვის, იმიტომ რომ არიან ადამიანები, ერთნაირი გამოცხადება ჰქონდათ გაბრიელ მთავარანგელოზისა, ღვთისმშობელსაც და ზაქარიასაც. ზაქარიამ ვერ მიიღო ეს გამოცხადება და რა უქნეს მას? დამუნჯდა, ღვთისმშობელმა მიიღო. იგივე შეიძლება ითქვას, რომ იოსები კი არის მართალი კაცი, მაგრამ სიმართლე იმას კი არ გულისხმობს, რომ ეხა აუცილებლად ყველაფერს მიიღებდა. ამიტომ შემზადება ხდება მისი, რომ ფაქტის წინაშე დადგა. ფაქტის წინაშე დადგა, რომ ქალი ორსულად არის და უნდა გაუშვას სახლიდან და ამ დროს ხდება მასთან გამოცხადება და როდის ხდება, იცით? ძილში. როდესაც დაიძინებს, იმიტომ რომ სიფხიზლეშიც შეიძლება გაუჭირდეს ამის მიღება. და ვერ იყოს ამ ყველაფრის მიმღებელი და დამტევრელი და მოჩვენებად, ზმანებითად ჩათვალოს ეს ყველაფერი. ამიტომაც ნახეთ როგორ წერია, როდესაც ამას განიზრახავდა, ანუ ჩუმად გაშვებას განიზრახავდა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა სიზმარში. იოსებ, დავითის ძეო, კვლავ დავითს ვახსენებთ. რატო არ ეუნება აბრაამის ძეო? იმიტომ რომ სხვა წმინდანებს ეცხადება მოსეს რო ეცხადება ეუნება, ნუ ახლა მაშინ დავითი არ იყო დაბადებული გასაგებია, მაგრამ შენ ხარ ისა რა ქვია აბრაამის და იაკობის და უბრალოდ მე ვარ ეუნება აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთი. რატო რა იოსებსაც რო უთხრას რა მისი წინაპრები არ არიან? აბრაამის და ისააკის და იაკობის ძეო რო უთხრას რა ცუდი არა, დავითის ძეო ეუნება, იმიტომ რომ მესიაზე, უშუალოდ მესია მხსნელზე არის ლაპარაკი. ნუგაშინებს მარიამის მიღება ცოლად, რადგან ის, ვინც მან უნდა შვა სულიწმიდისგან არის. შობს ძეს და უწოდებენ მას სახელად იესოს, რადგან იგი იხსნის თავის ხალხს მისი ცოდვებისაგან. ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის სიტყვა ნათქვამი წინასწარმეტყველის პირით, რომელიც ამბობს. ეხლა უყურეთ, განა ის რომ დავითის ძე უწოდა, განა ის რომ თქვათ რეალობა უთხრა რაც არის. ეხლა წინასწარმეტყველს იმოწმებს, იმიტომ რომ მართალმა კაცმა წმინდა წერილი იცის და შესაბამისად წინასწარმეტყველის სიტყვებით ელაპარაკება, რომ ეს რაღაცა ეშმაკეული ზმანება არ გეგონოს, არამედ შენი წმინდა წიგნიდან, რომლითაც სულდგმულობდა, კითხულობდა, შენ ელოდები მესიას და მხსნელს, იმ სიტყვებით შეგახსენებ, რა თქვა წინასწარმეტყველმა. აჰა დაორსულდება ქალწული და შობს ძეს და უწოდებენ მას სახელად ემანუელს. ისაიას 7:14, რომელიც აგიკითხეთ უკვე. რაც თარგმანებით ნიშნავს, ჩვენთან არის ღმერთი, ემანუელი ნიშნავს ემანუელ. ელ ხო გითხარით, რომ ყოველთვის ღმერთია ელი სადაც არის. ჩვენთან არის ღმერთი, ემანუელ. სიზმრისაგან გამოღვიძებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა და მიიღო თავისი ცოლი და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არ შვა თავისი ძე და უწოდა მას სახელად იესო. ნუ ეს არის ებრაული წერის მეთოდი, მინდა გითხრათ, რომ არ შეუცვნია ვიდრე არ შვა, ანუ მერე შეიცნო, ანუ მერე რას ისულელია?
ასეთი მითი რა ქვია არ უნდა მიუდგეთ ჩვენ ამას. ებრაული წერის მეთოდია, რატომ იცით რომ ებრაულ ენაში მინდა გითხრათ რომ აწყო დრო არ არსებობს. ებრაულ ენაში მაგალითად არ წარსული ან მომავალი. საღვთისმეტყველო ენაა პირდაპირ გეტყვით რა. აწყო დრო არ არსებობს. დამხმარე ზმნებით შემიძლია გაგაგებინოთ მე თქვენ ახლა აწყოში რაღაცის თქმა თუ მინდა. ამიტომაც რაღაცების პირდაპირი თარგმანი ებრაული ენიდან შეუძლებელია, სრულიად შეუძლებელია. პირდაპირი თარგმანი რო გააკეთო, რაღაცა შეიძლება აბსურდი მიიღო და ჩვენ ერთხელ განვიხილეთ პირველი წინადადება გახსოვს დაბადებისა ის რომ სიტყვასიტყვით თარგმნო რაღაცა ის გამოდის, დაულაგებელი წყობა გამოდის სიტყვებისა. ხომ არ სიტყვასიტყვით თარგმნო რაღაცა ის გამოდის, დაულაგებელი წყობა გამოდის სიტყვებისა. ხომ არ თალია? ამიტომაც ეს წინადადება რომ არ შეუცვნია იგი ვიდრე არ შვა თავისი ძე, ანუ არ შეუცვნია არასოდეს შეიძლება ესე ითქვას, მაგრამ ებრაულ ენას ახასიათებს მოკლედ მსგავსი რამაი, როდესაც წერია რომ და მე თქვენთანა ვარ ვიდრე აღსასრულამდე დღეთა. მათ ეს სახარება ასე მთავრდება. ასე ეუბნება თავის მოციქულებს, რა რომ უნდა წახვიდეთ, უნდა ნათელსეთ მამის ძის და სულიწმინდის სახელით. და აბა თანამედროვე ქართულში როგორ არის? მე თანამედროვე ქართულით გიკითხავთ ახლა ამას. მათეს 22 და სახელით ასწავლეთ მათ ყოველივე დაცვა, რაც მე გამცნეთ და აჰა მე თქვენთანა ვარ მარადჟამ საუკუნის აღსასრულამდე. ანუ ამ ქვეყნის ანუ ეს ქვეყანა რო აღსრულდა, მე აღარ იქნება ქრისტე წმინდანებთან? აბა ისთვის ვიბრძვით მაშინ. ანუ ეს გახლავთ ესეთი მოკლედ შეიძლება ითქვას ებრაული ენის თავისებურება, რომ რა თქმა უნდა, მე იქნება თუ იქნება უფრო მეტად დასანახად და ხელშესახებად, მაგრამ ესეთი არის თხრობის მანერა, მოკლედ შეიძლება ესე ითქვას. მოკლედ სიზმრისაგან გამოღვიძებულ იოსებს, ეხლა ჩვენ ვნახავთ, რომ შემდეგი გამოცხადება, როდესაც აქვს, უკვე სიზმარში აღარ აქვს. იმიტომ რომ მან ეს სიტყვა მიიღო და ზუსტად ისე აღასრულა, შესაბამისად იოსებიც რაღაცა საფეხურებრივად უნდა გაზრდილიყო, იმიტომ რომ პირდაპირ რომ ქონოდა ან 6 თვის წინ, როდესაც ღვთისმშობელს ეხარა, შეიძლებოდა ვერ დაეჯერებინა ეს ამბავი, რაღაცა ზმანებად ჩაითვალა, ან თუნდაც ამ დროს რომ ქონოდა მსგავსი გამოცხადება, შეიძლება მისთვის მიუღებელი ყოფილიყო, იმიტომ რომ სულიერად აფორიაქებული იყო ადამიანი, რომელმაც ნახა რომ მასზე დანიშნული ქალი ორსულად არის და მის სახლში არ უსურდა მას, რომ რაიმე უწმინდურება ყოფილიყო და შესაბამისად ესე იგი უშვებს რომ წადი მიხედე მოკლედ შენს თავს. ეხლა ჩვენ მეორე თავზე რო გადავიდეთ ქრისტეშობის უშუალო მოვლენებზეა ლაპარაკი. ეს იყო წინა შესავალი შეიძლება ითქვას, როგორ მომზადდა სამყარო ამისთვის, რაღაცა უშუალოდ ამ შობის წინა ის გენეოლოგია რაც ჩამოვთვალეთ, მერე ეს მოვლენები თქვათ ანგელოზის ხარება და ამის შემდგომ გახლავთ უშუალოდ ის მოვლენები, რომლებიც აღესრულა იერუსალიმში. მე ორიოდე სიტყვა არ ვიცი, კი არ მახსოვს, რომელ საათზე დავიწყეთ დრო, რამდენი გავიდა, რომ არ მინდა დაგღალოთ რაღაცა იმისთვის კი არ უნდა ვილაპარაკო, რომ აქ დრო არ მაქვს. ნახევარი საათია რაც ვლაპარაკობ? კარგით, მაშინ იცით რას გავაკეთებ? დიახ, არსებობს ასეთი გარდამოცემა, თუმცა კი არიან ამის მოწინააღმდეგე აზრის მქონებელიც, რომ იოსებიც ქალწული იყო და არავითარი ქვრივი ის არ იყო. დიახ, არსებობს ასეთი გარდამოცემაც, მაგრამ არსებობს გარდამოცემაც, რომელიც ადასტურებს, რომ იოსები ქვრივი იყო და ყავდა შვილები. მაგალითისთვის შემიძლია დაგისახელოთ, რომ მე უბრალოდ დამავიწყდა რომელი წმინდანი ამბობს ერთ-ერთ განმარტებაში წერია, როდესაც პავლე მოციქული გალატელთა ეპისტოლეში ამბობს, რომ ჩავედი იერუსალიმში და სხვა მოციქული არავინ მინახავს გარდა იაკობისა, უფლის ძმისა, ესე მოიხსენებს პირდაპირ იაკობს, იქ განმარტებაში წერია, რომ უფლის ძმა იყო იოსები, თქვათ, მისგან ისა იაკობი იოსებისგან, რომელიც დაქვრივდა და მას დარჩა შვილები. უფლის ძმად იწოდება იაკობი, იწოდება იუდა, რომლემაც ეპისტოლეები დაწერეს, კიდე ერთი იოსე, ასეთი სახელით არის მოხსენიებული, ანუ სამი ძმა და დები კიდე, რომლებიც მარიამის დებათაც იწოდებიან, თუმცა კი არის ლაპარაკი, რომ არა სინამდვილეში ესენი
იოსების ძმები იყვნენ და ძმისშვილები იყვნენ და მარიამისთვის თქვა დებათ და ძმებად შეიძლება იწოდებოდნენ და იესოსთვისაც ძმებად იწოდებიან, იმიტომ რომ თუ ძმისშვილი იყო და ბიძაშვილსაც ძმას უწოდებენ. და ამ ორივე ვერსიას აქვს არსებობის უფლება, იმიტომ რომ აზრი გაყოფილია. ვიღაცები თქვა კაცრად ამბობენ რომ არა გინდა თუ არა იოსებიც ქალწული იყო, მაგრამ ამისი აუცილებლობა არ დგას რომ ქალწული ყოფილიყო, იმიტომ რომ მამამთავრები ძალიან ბევრი შეგვიძლია დავასახელოთ მართალი და წმინდა ადამიანები, რომლებსაც ქალწულებაში არ უცხოვრიათ, მაგრამ ძალიან დიდი წმინდანები არიან, თუნდაც აბრაამი და თუნდაც იაკობს ორი ცოლი ყავდა და ორი ცოლს კიდე ორი ხარჭა და 12 შვილი ყავდა სულ ამ 4 ქალისგან. მაგრამ მამამთავარი არ არის, ისრაელი არ დაერქვა სახელად თუ როგორ არის საქმე. ამიტომაც ჩვენ ახლა ავიჩემოთ რომ გინდა თუ არა, ესე იგი იოსებიც ქალწული იყო, რაღაც ამის დაჩემებაც ვფიქრობ რომ მე ესე ამიმაჩნია რომ არასწორია, იმიტომ რომ არსებობს სხვა ვერსიაც, რომ ის გრივი იყო. რატომ არ აქვს უფლება ამ ვერსიას რომ იარსებობს? და თუ მაინც და მაინც ისე გინდა დაიჯერო, კი ბატონო, ისე დაიჯერე. ეს არ არის გადამწყვეტი ჩვენი ცხონებისთვის. ოჯახი ყავდა, როგორც ვიცით. მაშინ კითხვა პასუხებზე ხო არ გადავიდეთ, იმიტომ რომ შემდეგი თემა იქნება, ესე იგი უშუალოდ დაბადების ამბავი, ეს არის, როდესაც მოგვები მოდიან, ეს არის, როდესაც ლუკას სახარებაზე უნდა გადავერთოთ კვლავ, სადაც მწყემსებს ეხარებათ და მწყემსები ნახულობენ და ეს გახლავთ კიდევ ერთი საკითხი, თვითონ ჰეროდე როგორ ღებულობს და იერუსალიმი ამ ამბავს და როგორ გადაწყვეტს ის, რომ ჩვილები ამოწყვიტოს მოკლედ იუდეას ბეთლემში. ამიტომაც ეს ცოტა ვრცელი თემაა, ეხლა რომ დავიწყოთ რაღაცა შუაში გაჩერება, სჯობია შემდეგ შეხვედრაზე დავიწყოთ და ეხლა კითხვებზე მოგისმენთ თუ გაქვთ შეკითხვები. რას თავარია, მინდა დაგავალოთ ასეთი რამ, ეს უნდა იკითხოთ თქვენ თვითონ. თუ ტექსტთან არ გექნებათ შეხება, იცით რა, აქედან ეხა ეს რაღაცა გემრიელი კანფეტი რომ მიირთვით და რო გახვალთ იმამდე, რა ქვია, მეტრომდე იმის გემოს უკვე აღარ აგაქვთ, დაახლოებით ესე იქნება, რომ თქვენ კი რაღაცა კარგად მოისმინეთ გემრიელი კანფეტივით, მაგრამ აუცილებლად ეს გემო განკარდება და დაგავიწყდებათ. ამიტომ ტექსტთან უნდა გქონდეთ გამუდმებული შეხება. როდესაც ტექსტს კითხულობს ადამიანი, მაშინ უკვე აღარ უჭირს მე ამ ყველაფრის გაგება. აი დღესაც ეფესელთა მიმართ ეპისტოლეზე, როდესაც ვლაპარაკობ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საწოდნელი რა. ამიტომ, როდესაც კითხულობ ამას, გამუდმებულად ხარ ჩართული ამაში. მერე უკვე მე ხარ გვეჩქარებოდა რაღაც მიცვალებული იყო შემოსასვენებელი და რაღაცა ჩქარჩქარა წავიკითხეთ, თორე თვითეულ წინადადებაზე შეიძლება ძალიან ბევრჯერ გაჩერდე და ძალიან ბევრი თქვა. იგივე აი ამ ჩამონათვალზე რომ იქ ანგარებაზე რო იყო ლაპარაკი. მართლა იცით რა საშიში ცოდვა არის ეს ანგარება. იქ ისაიას ის რო წაგიკითხეთ მეხუთე თავიდან, იქ მე როგორ გძელდება ეს მეხუთე თავი, იქნებ მართლა წაიკითხოთ სახში ნახავთ რომ აი პირდაპირ აი თითქოს დღევანდელ დღეზე მელაპარაკება რომ ამ ანგარებით და ამ დაუკმაყოფილებლობით აღძრული ადამიანები, რომლებიც სახლსე და ნაკვეთზე და ასე შემდგომ და ასე შემდგომ დავაცარიელებ ამ ყველაფერს უფალი ეუბნება და უცხო ტომს შემოვიყვან აქ ისეც რომელიც არც ენა იციო და არც მისი ადათი და წესიო და აი საშინელი მას ეუბნება რა ეხაც ნახეთ ჩანიშნული მქონდა მათგანო სწრაფად და სუბუქად მოვლენ ისინიო ნახეთ რა წერს სწრაფად და სუბუქად მოვლენ მათგან არავინ არ იქნება არც დაღლილი და არც დაქანწული არც ჩასთვლემს ვინმეს და არც ჩაეძინება სარტყელი არავის შეეხსნა ანუ უბრძოლველად შემოვლენო საერთოდ ის კი არ დაგჭირდება ხმალი და თოფი და იმის აღება აი თასმაც არ გაეხსნება და სარტყელიც არ შეეხსნება თუ ისე შემოვლენო სარტყელი არავის შეეხსნება წელზე და ფეხსაცლის თასმა არავის გაუწყდება ფეხსაცლის თასმაც არავის გაუწყდება მათი ისრები წამახულია მათი ყველა მშვილდი მოჭიმულია მათი ცხენების ფლოქვები კაჟივითაა მათი ეტლთა ბორბლები გრიგალივითაა მათი ღრიალი ლომის ღრიალია და ღრიალებენ ისინი ვით ლომის ბოკვერნი და დაიღმულებენ ისინი და დაიტაცებენ ნადავს წაათრევენ და ვერავინ გამოგლეჭთ იმ დღეს მათი ღმუილი საკბილოზე იქნება ზღვის ღმუილივი დახედავ მიწას და დაინახავ წყდიაცა და ნაღველს და ღრუბლები დაფარავენ სინათლეს აი ესეთია წინასწარმეტყველება და რით იწყება ეს წინასწარმეტყველება ვაი მათ სახლზე რომ მიიტაცებენ მინდორზე იმატებენ და სხვას რო ადგილი სჭირდება ამას არ ფიქრობენ
ამის გამოცდილება შეიძლება აქ გავაგზავნო, მაგრამ გუშინ მეშვიდე კანონის მომიწია სამი ხოკიტკულზე ხმარებაში, მაგაში განიცა. 50 თავია და მე-16 მუხლი. ნუ გეშინი რაჟამს გამდიდეს კაცი და რაჟამს გამრავდეს პარტიული მინისტრის სამ პარტივის სახსა მისისა რამე თუ არა სიკვდილს ამისა წალიბოს მომხოველი არცა შტაყოს დიდება მისისთან ძალიან სიტყვა სიკვდილს გარდავა კი შეიძლება ადამიანი არაფერი არ გააჩნდეს, მაგრამ ისიც ხარვი რა თქმა უნდა, როგორ არ შეიძლება აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ ვიღაცა მოახერხა ეს. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ შენ ცხოვრების წესი რა არის და მიმართულება რა არის. თუ გააქვს ეს მომხვეჭელობა, უკვე კერპთაყვანისმცემელი ხარ, იმიტომ რომ პირდაპირ ამბობს, ნახეთ, არც ერთ რადგან ეს იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმინდურს, ან ანგარს და განმარტებას იძლევა. ანგარი რა არის? რომელიც კერპთაყვანისმცემელიაო. კერპთაყვანისმცემლობა ანგარება. იმიტომ რომ ეს რომ აქ და მეორე რომ მინდა და მესამე რომ მინდა და მანქანა რომ ყავს და ახლა სხვანაირი მინდა, ჯიპიც მინდა, სუბუქიც მინდა, ისიც მინდა და პარკი რო გავაკეთე და ამ დროს რომ ხედავ რომ ვიღაცა შეიძლება გაჭირვებული ადამიანი დადიოდეს და მე ვსარგებლობ ამ ჩემი თანამდებობით ან ჩემი რაღაცა მდგომარეობით საზოგადოებაში ამ ყველაფრით ვიკმაყოფილებ ამ სურვილებს ეს არის ერთი მაგრამ მეორეა რომ შეიძლება არ მაქვს ამის საშუალება იმიტომ რომ არ დამნიშნეს ასეთ თანამდებობაზე მაგრამ სულში ასეთი კერპთაყვანისმცემელი ხარ მაშინაც იმიტომ რომ როგორც კი მოგეცემა მაშინვე განახორციელებ ამას რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ამისა სასურვება ფულზეა ფულზე არა რა თქმა უნდა რა თქმა უნდა იმიტომ რომ ვიღაცისთვის ეს მიწა და სახლი იყოს შეიძლება და ვიღაცისთვის მხოლოდ ფული რა თქმა უნდა ანგარება ამიტომ ძალიან ანგარება სიხარბე მძიმე სიტყვებია ნახეთ რა შედეგი ესაიას მეხუთე თავი ესაიას მეხუთე თავი არა და იცით როგორ იწყებს უფალი როგორი მოფერებით იწყებს იცით ამ თავს რა ვუმღერებ ჩემს სატრფოს ჩემი ტრფობის სიმღერას მის ვენახზე ვენახი ქონდა ჩემს სატრფოს პოხიერ გორაკზე ღობე შემოავლო ქვა აკრიფა ვაზი ჩაყარა რჩეული კოშკი ააგო შუაგულ ზვარში საწნახელი ამოკვეთა შიგ და ესავდა რჩეული ყურძნის მტევნებს მაგრამ კრიკინა მოისხაო საზოგადოებაზეა ლაპარაკი როგორც ღმერთმა შექმნა აი ეს საზოგადოება ყველაფერი რო გაუკეთა შემოღობა ისა საწნახელი ყველაფერი საწნახელი ზოგადად მსხვერპლშეწირვის სიმბოლოა და ახლა იერუსალიმის ცხოვრებნო და იუდას ხალხო გთხოვთ განვსაჯოთ მეტი რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისათვის და რა არ გავუკეთე მასო რატომ ველოდი რჩეულ ყურძენს და რატომ მოისხა მან ეს კრიკინაო კრიკინა გახლავთ მოკლედ უარგისი ყურძენი ახლა გეტყვით რასაც ვუზამ ჩემს ვენახს და იწყება მე რასაც უზამს თავის ვენახს რომელმაც არ დაინახა ეს სიკეთე და კრიკინა ანუ ნაყოფის გამოღებაზეა ლაპარაკი რომ შენ ხარ ვენახი რომელიც დაგრგა ღმერთმა და შენ უნდა მოისხა კეთილი ნაყოფი ამის შესახებ არის ლაპარაკი და მე არის ის ჩამონათვალი რომ რას გაუკეთებს და მე ლაპარაკია რომ ვის გაუკეთებს ამას და მათ შორის არის ამ ანგარებაზე ლაპარაკი არის დღედაღამ გართობაზე ვინც არის გადაგებული იმათზე ლაპარაკი რომ აი ამით ერთობიან იმით ერთობიან და ფუჭ სიტყვაობის მეც არაფერს არ აკეთებენ და მე შედეგი რა დადგება რომ მოვა ის ვინც ისაც შენი ენა არ ეწოდინება რომელიც არც კი დაიღლებაო ისე მოვა თასმაც კი არ გაეხსნებაო ანუ ხო არის რომ გაქცეულ ადამიანს თასმა ეხსნა არ გაქცევაც არ დაჭი იმიტომ რომ ესე შემოვლენ მშვიდად წყნარად და მათი ღრიალი იქნება ლომის ღრიალი და დაცარიელებული მიწა ასეთი გახლავთ წერილი ყველაფერს ამბობს ისე როგორც არის ჩვენ უბრალოდ თვალის გახელა გვჭირდება მეტი არაფერი მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის თუ შეკითხვები არ გაქვთ მაშინ დავისვენოთ და შემდეგ კვირას გავაგრძელებ. Ცოცხლით.